ქართული ოცნების მხრიდან დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება. დღეს მინისტრებმა შეაჯამეს ევროკავშირის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტები. თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მეტი. ეს კი გულისხმობს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას, სანქციებს. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას კონკრეტული ფასი ექნება. რაც შეეხება წერილს, მოგეხსენებათ 2017 წლიდან საქართველოსთვის მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს ძალიან დიდი სარგებელია, რომელსაც ევროკავშირი ქვეყნებს აძლევს. უკვე არსებობს რეკომენდაციები საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში. ყველა მათგანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ გეტყვით, რომ საუბარია იმ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. მათ შორის საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საჯარო დისკუსიებში მონაწილეობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია, ასეთი კიდევ 8 პუნქტია. საქმე იმაშია, რომ მათ მიეცათ ვადა აგვისტოს ბოლომდე, რათა ეს ყველაფერი შეასრულონ. ვნახავთ, როგორი რეაგირება იქნება და თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება, მოგვიწევს ვიმოქმედოთ. 7 ოპოზიციონერი ციხეში იმყოფება, ეს არ შეესაბამება ამ პუნქტებს. აქამდე ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ გვსურდა ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის წართმევა, რადგან ამას აქვს გავლენა მათზე. თუმცა საქმე ეხება ევროკავშირის სანდოობის საკითხსაც. თუ ჩვენ ვითხოვთ ამ მიდგომებსა და ისინი არ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს, არსებობს შედეგებიც. შედეგები იმისთვისაც, რომ საზოგადოებამ დაინახოს. მთავრობა არაა ევროპულ გზაზე და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ ეკიდება.